ასეთ ცხოვრებაში ცნობიერი ცხოვრება უკვე სასურველი კი არა აუცილებელია. რასაც დღეს ვხედავ ჩვენ, ისკენაც სოფლიო მიექანება, ისკენაც ცხოვრებას ადამიანს ამზადებენ. რა თქმა უნდა, ცხოვრება ძალიან შეიცვალა, იცვლება და ძალიან მაგრად შეიცვლება. არ მგონია რომ ხალხი მზად იყოს. ძალიან ბევრი ხალხი მზად არ არის ასეთ ცნობებაზე. ახლა ისეთ რაღაცას რომ მოუხმო როგორც იოგა, მაგაზე კარგს ასიზამ ფიზიკურად, გონებრივად, სულიერად რომ გაძლიერდე. აუცილებელია. ადრე სასურველი იყო და ეხლა აუცილებელია. აი სულიერებაში რას გულისხმობ? ღმერთთან კავშირი, თავის ცოდნა. ესე იგი იმდენად გამიჯნული ვარ ჩვენ გონებასთან, რომ გონია რომ აი ჩვენი ცხოვრება და ჩვენი გონება ეს არის. აი თუ მე რაღაცა შემეშინდა, მე შემეშინდა. არა და ეს ყველაფერი დაგროვილი მასალაა. შენ არა, შენ ხარ სული. ხა ეკლესიაში ვიტყვი სანთესატო სულს სულთესატო. ეს ხარ შენ. ეს არის სულიერება. რო ეს შენ სულს სინამდვილეში რაც ხარ, იმას რომ დაუახლოვდე. იოგის ფაქტურად ეგ არის. ხა იოგა რო გადათარგმნო, არის გონების, სხეულის და სულის კავშირი. რო გადათარგმნო. ანუ რას აკეთებ შენ ამ პრაქტიკებით იოგით ფაქტურად აღწევ იმას ამ სულს უახლოვდები. რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო თავისუფლდება ეს სული. ზედმეტოდის სულიერება რო შევაჯამოთ, ესე იგი არის, როცა შენი სულით ცხოვრობ, ასე თქვა. მანამდე ჩვენ არ ცხოვრობთ სულით, ხორცით ცხოვრობთ, ხო?